როცა გაცნობიერებულ პიროვნებას ვთამაშობთ და ვაკვირდებით, დამკვირვების როლში ვართ, მაგ დროს ხდება ესეთი რამ, რომ ყველაფრის კეთებას ვიწყებთ, ანუ ნებაზე ვუშვებთ ჩვენს პიროვნებას. რასაც უნდა მიირთმევს, რასაც უნდა წერს, ვისაც უნდა მისწერს, ანუ აზრგასაგებია, ხო? ამის დაშვება არ შეიძლება. ზუსტად ეს არ შეიძლება. ისევ ტვინში ბრუნდებით მერე. ჩვენი ამოცანა კი არის გამოვიდეთ ტვინიდან. ჯერ ისედაც არ არის მარტივი ამის გაკეთება და როცა მიუშვებ მით უმეტეს, მალე ხდება ისევ მიშტერება ტვინის პროექციაზე. ნება, შინაგანი სიმყარე არის საჭირო. თქვენ თვითონ აირჩევთ, როგორ მოარჯულოთ ტვინი. ყველასთვის ერთი ფორმულა არ არსებობს. ყველანი სხვადასხვანაირები ვართ, როგორც ფიფქები. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს ორგანიზმს ჭირდება 2 კვირა შიმშილობა, იშიმშილებთ. ესე იგი ეს თქვენია. თუ წვენებზე უნდა იყოთ, ესე იგი უნდა იყოთ. თუ წიგნი უნდა წაიკითხო, ესე იგი ეს თქვენია. თუ რაიმე გინდათ იყიდოთ, რომ განწყობა აიმაღლოთ, ესე იგი ეს თქვენია. ანუ მოსინჯეთ ყველაფერი და ეს ააგროვეთ, შეკრიბეთ. თქვენ თავს ამით ამთლიანებთ.